სულა შეხურებს სისხლის ვარსკვლავსა ნათობი ხილებს მაღლის ძეს თავდადებული საფრთხე. აკაკი წერეთელი იყო მე-19 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთი უპირველესი წინდგომი. მაღალი არისტოკრატიული წრიდან გამოსული აკაკი დაიბადა 1840 წელს იმერეთის ულამაზეს სოფელ სხვითოში. მისი გამზრდელები სოფლის მშრომელი გლეხები იყვნენ. აკაკის ძიძა მანოსადუნიშვილი იყო. მას ჰყავდა აკაკის ტოლი ვაჟი ამბაკო და უფროსი გოგო გაიანე. სწორედ მათ გვერდით და მათი წყალობით შეიძინა პატარა აკაკიმ შრომისა და ადამიანის სიყვარული, უსამართლობის სიმწარისა და გამარჯვების ფასი. აქ ჩაესმა და შეიყვარა ქართული ლექსი და სიმღერა. ეზიარა ფოლკლორსა თუ იუმორს. აღიქვა ბუნებისა და ადამიანის სილამაზე. სწორედ ეს სილამაზე და სიმართლე იყო შემდეგში ასე რომ უხდებოდა აკაკის ლექსებს. საიდანაც დიდი ხელოვნების გარდა პოეტის გემოვნებაც გამოსჭიოდა. აკაკი წერეთელი გულურწფელად აღიარებდა. თუ კი რამ ჩემში კარგი და კეთილი დარჩა, ეს უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი. 6 წლამდე აკაკი ძიძასთან იზრდებოდა სავანეში. თავის ძიძიშვილებთან და სხვა გლეხიშვილებთან ატარებდა დროს. მინდორში, ყანაში, ტყეში. აკაკი 7 წლამდე ლექსებს ზეპირად გამოთქვამდა. შაირების გამოთქმაში ყველას ჯობნიდა. ხაბას, შენი გამომთხვარი პური, ლავაში და მურასა. ადამიანს არ ეჭმება, გადუყარეთ მურასაო. ქათამზე საბუდახში ჩამომზარიყო კაკანებ და ქოჩორაო, მაგრამ კვერცხი არ დაედვა, ტყუილები მოჯორაო. მოურაზე ბეღელს თავი შესჩევია, ხრავსულ რაც სახრავიაო, მაგრამ უფრო დიდი თავი თვითონ მოურავიაო. აკაკი წერეთლისათვის უპირველესი სამშობლო იყო. ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანაო. ეს მას ნამდვილად შეეძლო ეთქვა, რადგან მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება ამ ხატთან დაჯოქილმა, მასზე შეყვარებულმა, მასზე ბრძოლითა და შრომით გაატარა. პოეტი მზად არის სამშობლო სამსხურბოზე სანთელი დაიწვეს. სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე მოკლე პატრუქი, ნათელი ჭკუა გონება, იმათგან გამონაშუქი, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდებ ვნებოდე, არ შემიძლია მეცგანა. აკაკის აზრით, ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, ის სხვებსაც ვერ შეიყვარებს. ვინც თავის პატარა ერს არ ემსახურება, ვერც კაცობრიობას ვერ გამოადგება. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ერი. აკაკის მამა გახლდათ როსტომ წერეთელი. აკაკი ეხსენებს, სწორებრძენი კაცი იყო მამა ჩემი, მეტად შორს მჭვრეტელი და გამჭრიახი, ამავე დროს მჭერმეტყველი და ენამოსრებული, ხშირად ენამწერეთ. აკაკის დედა ეკატერინე აბაშიძე გახლდათ, რომელიც იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, ხელსაქმის ჭუმე და მასთან კარგი აღმზრდელი. აკაკის გადმოცემით, ეკატერინე დილით მამის ყიულიზე რომ წარმოდგებოდა და ღამებამდე ფეხზე იდგა და კაცი უსაქმოდ ვერ ნახავდა. კაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა გავარდნილი, მის ყველას ეშინოდა და დიდი ხალხის არ ჰქონდას. როსტომსა და ეკატერინეს 5 ქალვაჟი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი, აკაკი და მავრა. ამათ გარდა ჰყოლიათ შვილასახში გარდაცვლილნი პირმშო, სოფიო და უმცროსი აბო. საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე და გარეგულიყო, მულა მოსკონილი რდიროდი, სადახარ ჩემოსულიყო. 7 წლის აკაკი გიმნაზიაში მიაბარეს.
გიმნაზიაში შესვლისას აკაკის ცოდნია ხუცური, მხედრული წერა-კითხვა. 1859 წელს აკაკიმ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში, ჩაირიცხა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. იქ მას დახვდა ქართველ სტუდენტთა დასი ილია ჭავჭავაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, შემდეგ მიებადნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი. აკაკი ასე იხსენებს სტუდენტურ დღეებს. გული მწყდება, მაგონდება სიყვარული, გარდასული სხვაგან ვზნობდი, სხვას ვფიქრობდი, სხვანაირად გერდა გული. ჩვენ ვიყავით უცხო მხარესთან, მოყრილი ერთად სრულად, ვამზადებდით ქვეყნისათვის თავს მოწამე მოციქულად. 1863 წელს აკაკი მოსკოვში ცოლად შეირთო ნატალია პეტრეს ასული ბანჯი ლევსკა, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი ალექსი. აკაკი ნატალიას უთუნა ეს ლექსი. ნათელო ბნელის გულისა, ან დამატო მიმზვიდელო ტკბილო მალამო სულისა, აღზნებელო ცეცხლის მწველო, ლალთა ბროლთა და ორ ნათელს იმშვენებენ ბადრსა სახესა, ამით პოეტსა წერეთელს აბამ უწყლოდ და მახესა. 1862 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ კულტურულ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა პრესაში, სცემდა საკუთარ ჟურნალს „აკაკის თვიური კრებული“. აკაკის არასოდეს უმსახურია სახელმწიფო დაწესებულებებში, მუდამ ამჯობინებდა პოეტიურ თავისუფალ დამოუკიდებელ ცხოვრებას. იგი ორგანულად იყო დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასთან, ამიტომ ეს მთელი თავისი სიტყვა, წუხილი თუ სიხარული ულამაზეს ლექციებად ჩამოყრდა და თავის სამშობლოს მარადიულ უმშვენიერეს საჩუქრად გადმოსცა. ის წერდა თავის ხალხის ტკივილის შესამსუბუქებლად და გამხნევებისათვის. მართლაც მისი ლექსები, პოემები, მოთხრობები თუ რომანები, სულიკო, გამზრდელი, პატარა კახი, ბაშიაჩუკი და სხვა. ქართველობას, წარსულის სიყვარულსა და მომავლის იმედს უნერგავდა ბუდა. ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენად ყველაო სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი ოდელა დელაო ანდერძივი და თხოვნასავით და გვიტოვა დიდმა პოეტმა. ეს სიტყვები და მასთან ერთად მთელი თავისი შემოქმედება და ბიოგრაფიაც კი. აკაკი თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“ და იქ დაიბეჭდა ქართული პოეზიის შედევრი „განთიადი“, რომელიც საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას მიუძღვნა პოეტმა. თაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა, ნათობის ხილებს მაღლით ფენს, თავდადებულის საფლავსა, დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა, დინარე ნანას უმღერის, რაინსა ურსა მტრისასა. თაწმინდა გულში იხუტებს, საშვილიშვილო სამარეს, მამა დავითს ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს. გოსანი გრძნობა მორევი, თვალს ავლებს არემარესა და გულის პასუხს უმღერის ტურფა მხარესა. ცაფირუს ხმელე ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დავნებულა, კუნალა ჩემი მხარეს. ვერავიტანეობლობა, სისხლის ძრემლები უღარეო, ჭამძლია სუმა და გულმა, შენს ნახვას დავეჩქარეო. წინ მომეგებნენ ხიმილით შენი მზე შენი მთვარეო, გუნდი და გუნდი ვარსკვლავით მოკაშკაშ მოელვარეო, გულში იფეთქას იამებ, სევდები უკუყვარეო, ია და ვარდი და მწყნარი ხელახლად გამიხარეო,
საფირუს ხმელა ზურმუხტო სულის ჩამდგმელო მხარეო შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზე დემგლობიარეო ნუს მკვდარს გამწირავ ნუ ცოცხალს ზეკალთა დამაფარეო და რომ მოვკვდები გახსოვდეს ანდერძი დავიბარეო დედა შვილობამ ბევრს არ გთხოვს შენს მიწას მიმაბარეო საფირუს ხმელა ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო თვალსაჩინო ხდება აკაკი წერეთლის დიდებული შემოქმედების ორიგინალობა. აკაკი წერეთელმა კრილოვისა და სულხან საფორბელიანის იკავ არაკები სწორედ ბავშვებისათვის თარგმნა და გალიქცა. 1908 წლის 7 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქმა აკაკის იუბილე გადაიხადა. აკაკის იუბილე 200-ზე მეტმა დელეგაციამ მიულოცა. ვაჟებ-შეველამ ნახევარი საათის წინ დაწერილი ლექსი წაუკითხა. შობელი ქვეყნის მოზარებ უნდა გიმღერო ძმურადა იმავ ჭირით ვარს ნეული რაც შენ გატყვია წყლულადა წყლულები საქართველოსი გაიგო შენ მას მენამა მეც ამატირა ბევრჯერა შენს თვალზე ცრემლის დენამა ნეტავი ბევრი გაზარდოს შენის თანები დედამა მადლობელი ვარ გულითა შოთაი სულის ლხენამა სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს სენამა ყველა ქართველს სურდა თავის სასიკადულო პოეტ პირადად ენახა და გაცნობოდა. ამიტომ იყო რომ აკაკი წერეთლის იუბილემ დედაქალაქიდან რაიონში გადაინაცვლა. რაჭველებმა აკაკი თავისთან მიიწვიეს. იობა ისაკაძემ მგოსანს ოქროს კალამი მიართვა. წარწერით დიდებულ მგოსანს აკაკეს მისი მოსიყვარულე თბილისში მცხოვრებ რაჭველისაგან რაჭალ ეჩხუმში მოგზაურობის სამახსოვროდ. აკაკიმ საქართველოს ზოგიერთი კუთხე პირველ თავისი იუბილის დროს ნახა, მაგალითად რაჭა. როცა რაჭველებმა უსაყვედურეს ჩვენო საამაყო აკაკი, რატომ აქამდე არ მობრძანდით ჩვენშიო, აკაკიმ თავისებურად იოხუნჯა. ადამიანი ტკბილეულს სადილის ბოლოსთვის შემოინახავს და მეც ჩვენი საქართველოს ულამაზესი კუთხე რაჭის ნახვა მოხუცებულობის დროისთვის შემოინახეო. ღმერთო რა ვნახე სასიზმრო და საარაკო მხარია თუ თვით ედემი არ არის ედემი შესადარია ცასმი ბჯენია მთადაკლდე რაღაც თვალუწვდანელია ძირს ყვავილებით ნაქარგი სურნელი მთადაველია შიგ-და-შიგ მდინარეები მიიკვლაკნიან ველადა მოჩუხჩუხებენ ხმატყვილად რიონში ჩასართოლადა ყოველ ნაბიჯზე წყაროა მგზავრი რომ გაახაროსა და მწყურვალს მოაგონებდნენ უკვდავებისა წყაროსა აკაკი წერეთელზე არტურ ლაისტი იქონებს. ჩვენი გაცნობის პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ორი მწერალი, ილია და აკაკი, საქართველოს მთელ მაშინდელ გონებრივ ცხოვრებას განასახიერებდა. მარჯო ურტროპიკი აღნიშნავს, რომ თავად აკაკი წერეთელი თანამედროვეთაგან ისევე ღრმად პატივცემული პოეტია, როგორც ილია ჭავჭავაძე. აკაკი ყველაზე შინაური სულია საქართველოს თანამედროვე მარადიო სულთა შორის. მას აქვს ერთი ბედნიერება. ის ყოველი ქართველი მკითხველის, სხვადასხვა ასაკის, ბავშვის, ხცოვნის საყვარელი მეგობარია, გულის მესაიდუმლე. აკაკის ლექსი, მთელი მისი პოეზია, თითქოს ერთი ლოცვაა, სამშობლოს სასიკეთოდ აღვლენილი და ეს ტრიქონები თითქმის მის სულის ამოხდომასთან არის დაკავშირებული. შორიო ხრით შორი ბნედვის მიყვარს სულით გულიცა ფლავშიაცთან ჩამყოლი აღმოფრენი სიყვარულით ამ სიტყვებში არის აკაკის ჩვენთან მუდამ ყოფის არ დაშორების ნიშანი და საწინდარი. ერმა დააფასა თავისი დიდი შვილის ამაგი, სიცოცხლეშივე შეიყვარა და განადიდა პოეტი, მას ხალხმა უგვირგვინო მეფე უწოდა. 1914 წელს აკაკის დაბლა დაეცა და მარცხნა ხელფეხი გაუჩერა. ახალგაზრდა მეგობარი ქალი პედაგოგი ანეტა იურკევიჩი მას თავის დაწარმოებებს უკითხავდა. გამიზრდელს კითხვის დროს ბოლო ტაიფზე სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ აკაკის ცრემლი მოერია. 1915 წლის 25 იანვარს დილის 5 საათზე დიდ პოეტს ხელმეორედ ჩაეცა ტვინში სიცხე და 26 იანვრის ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა.
გაითვალა. ქართულმა ხალხმა წაიდაიტია და მას მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა სამარძობინა. მის საფლავის ქვაზე კი ეს სიყვარული უბრალოდ ერთწლიანი წერწილით და ჩანგისიმებით გამოიხატა. ძეგლის ავტორია კაკაბაძე. ლაბრადორის ცოცხლი ქვა სამრიგად არ განლაგებული. ზედა ქვაზე მიმაგრებულია ჩანგი, 4 ხაზით და წრე, რაც მიუთითებს პოეზიისა და მუსიკის კავშირს. ასევე აკაკის ქანდაკება დგას ოპერის ბაღში, რომელიც ნიკოლაძის ნამუშევარია. ეს გულის სარკეთ ქცეული ბუნების ნათავხედია. მხოლოდ ვის სახეს გიჩვენებთ, რასაც ჩიქ ჩავხედია. ენაც მას ამბობს რაც მენას, სხვისაგან გავგონია. ან თვალს უნახავს, ან ჭკუას, დაუზო მაუწონია. ამით ყველაფერი იყო ნათქვამი აკაკიმ თავისი სხეულითა და ჩანგით მარადიული ხსოვნა და პატივი დაიმკვიდრა. ჩვენ კი სამაგალითო დაგვიტოვა, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა დაიფერფლო და დაიწვა წმინდა სანთელივით შენი ქვეყნისა და მისი ხალხის სამსახურში. ერთხელ პატარა ბეკიკას დასხა და წყალი მოსყურდა. დინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკლა რომ წურდა. თურმე იმავ დროს მახლობლას საჭიროთოდ კრავისა და ზუნზუნებდა პიდრია მგელი მსუნაგი ავისა. უეცა სუმი რომეცა, რადგან ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საწოდავ გრავს მივარდა. შემოუწყდა. შებრიყო აქ როგორც ვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარ სამართალსაო. ჩაგიდგამს წინა ფეხები შიგ ტუჩყობ უწმინდურსაო. წყალს მივყრევ აღარად მაგდებ აღარც კი იბერტყურსაო. რა ბრძანებაა ბატონო, რას მერჩით მესაწყალსაო. თქვენ ძევით ახართ, მექვევით. როგორ აკიმყვროთ წყალსაო. მაშ მე ვსტყუი, გაჩუმდი, ნუ წაგიგდია ენაო. შარშან წინდელნიც კი მახსოვ შენგან ბრიყული წყენაო. ჯერ ერთი წლისაც არა ვარ. შარშან წინ როგორ ვნახეო? მას ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ იგი გავსახეო. არც ძმა მყავს ჩემო ხელმწიფე. ყვილა რად მივდებ ბრალსაო. შენი მოგვარე ხომ იყო, გადახდა უნდა ვალსაო. მომწყინდა შენი ბღავილი ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო. შენი ჩაყრეხა რომ ნებას მიზედა ზისიც კმარაო. უთხრა და ზურგზე მოიგდო. დღეში წაიღო საწყალი. დიდგანსთან პატარაგანსა როდის გასვლია მართალი. სადღაცა ყავსა ყვანჩალას, ეშოვნა ყველის ნაჭერი, ხეზე შემოჭდა საუზმეს, ემზადებოდა მშერი. ამ დროს სად იყო სადარა, სუნაგი მელაც გამოჩდა და ყველის სუნი რომეცა, კინაღა მსული დალია. პერს ნდომის ნარწყვი მოადგა, ტოჩები აც მაცურა, სურვილმა აც აღცახა და ჭირის ოფსში გასწურა. ყვავი მაღლა, ის დაბლა, რასისა ბევრი ციხტუნოს, ერთადერთი ღაღონეა, რომ თავი მოიკატუნოს. და მართლაც ამ ხერხს დაადგა, ფარისევლობა დაიწყო, ჩაცუცქდა საწოდავად და თავი მაღლა აიღო. შესძახა. მადლი შენს გამჩენს, რა მშვენიერი რა მხარო, ნეტავი შენი ჭვრეტითა, გამაძღო სწორი პოვარო, შენი თვალების ჭირიმე, ნისკარტის ბოლო ფდებისო, რა დარხან მეფეთ ფრინვლების, მშვენებით ვინგედრებისო, მაგ მშვენებასთან ცხადია, ხმაც კარგი უნდა კონდესო, და რომ იმღერო მგონია ბულბულის დაგვიღონდეს. თავბრუდა ესხა ყვანჩალას, სთქვა მართალს ამბობს ველაო, რატომ არ უნდა ვიმღერო და გაჰკრიდეს ყველაო. დასძახა თავისი. ვა. გავარდა ყველის ნაჭერი, ის მელაკუდამ ჩასაცლა. ყვავი კი დარჩა მშიერი, ეს პირუტყვების არაკი, მხოლოდ იმისი მქმელია, რომ ყვავი ჩვენშიც ბევრია და უფრო მეტი მელია. საფილო, მერე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო, ნეული დაბრუნებულან სულნალად შენაყარეო. ვერავითანი ობლობა, ის თემლები ვარევო, სამძლია სულმა და გულმა შენს ნახვას დავეჩქარევო. იმამეგებენ ღიმილი შენი მზე, შენი მთვარევო, გუნდი დაგუნდი ვარსკვლავი, მოკაშკაშ მოელვარევო. გუშიბებს ქასტიამემ, თემლები უყუყარევო,
გადავარდი დამჯნარი ხელახმად გამიხარეო. საპირუ მერე ზურმუხტო სული სამგმელო მხარეო შენი ვარ შენთვის მოგდები შენზე ზემლობიარეო.